სოფელი დაიცლება, აი მინიმუმ 10 წელიწადში სოფელი დაცლილია. ჩვენ მოხუცები წავალთ ახალგაზრდა გარბის აქედან. ჩემი შვილი აქ არ არის, ჩემ ერთი ბიჭი მყავს და აქ არ არის. წავიდა. ბათუმში მუშაობს. წავიდა რა ვქრა, მეტი იმასაც ორი შვილი ყავს, იმასაც შენა უნდა, ცოლი ყავს. არა, ჩემ პენსიაზე ხო არ იქნება. ჩვენ მუშაობთ, რაღაცა მოყვავს, ხო, რაღაცა ხნავთ ესავთ და საწვავი რო გამძვირდა, ჩვენ ყველას ხო ტექნიკა არ აქვს, ხო? ვიღაცა ტექნიკა რო ვიქირავოთ და ის ყანა დავამუშავოთ რაღაცა ყველაფერი, ის იმხელა თანხა გადის ამ დამუშავების მიწის დამუშავებაზე, იმის პროდუქცია იმას ვერ ანაზღაურებს. იმიტომ უკვე შევამცირეთ უკვე ის ყანები აღარ იქნება და აღარ ითესება იმდენად, როგორც ადრე იყო საშუალებები და რაღაცები, ეხლა აღარ არის, უკვე გაუქმდა, უკვე საბალახოზე გადავიდა. ბალახ ვთიბავთ და საქონელს ვაჭრებთ. რატო იმხელა ყანები მოიხნეს და ცოტა შაღავად ფასებში იყვეს, საწვავიც იყვეს რაღაცა და ჩვენც რაღაცა მოვისუნთქოთ. აი წყარო ჩამოგიყვანონ და რაღაცა კიდე შეიძლება რომ ახალგაზრდა კიდე რაღაცას ახალისეს და რაღაცა გააკეთოს და დარჩეს სოფელში. აქ სოფელში ისეთი ძირითადი საქმე არ არის. უნდა მიყვეს სოფლის მეურნეობის დარგსა, მესაქონლეობა და მემინდვრეობა. არის ჩვენთან ძირითადი, სხვა ისეთი სამუშაოები არ არსებობს და იმიტომ გეუბნებით, რომ აი სოფლის მეურნეობის ის გაზრდის და ჩვენი პროდუქცია რომ გაიზარდოს, ის ახალგაზრდა დაინტერესდება, რომ იმან მოიყვანოს ის მოსავალი და რეალიზაცია მისცეს და იქიდან რაღაც 2 კაპიკი მიიღოს. აი ეს არის ახალგაზრდის დასაქმება. ცოტა პატარა შაღავათფასიანი სესხები მოგცენ რაღაცა გვაძლევენ სესხსა და ის სესხი ვეღარ გადაუხდია თავის ცხოვრება. აი ეს უკვე იმის გამო უკვე ახალგაზრდა ვეღარ ჩერდება აქ რა. ამ ბოლო წლებში 90-იან წლების მე შემდეგ თანითან დაიქო. ხალხმა დაიქო, წავიდა და 60 კომი მეტი არა. ესეც მოხუცები. ახალგაზრდებს წავიდა ამ სოფლიდან. ვიცი რატო? იმიტომ რომ არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. არც არწყავი წარი გვაქვს, ბენზინი მძვირია. არანაირი დახმარება ჩვენ არ გვეწევა არანაირი. ცოტა რაღაც ჩაღავათებელი იყოს, აი წყალი ჩამოიყვანა და ის კანი რა ქვია. საწოლი გაიფულ, ახალგაზრდა გაჩერდება. აღარ გაიქცევა. რახან ჩვენ ახალგაზრდას არ აქვს საშუალო რაღაცა. სიგარეტს ვერ გვიძოს ხარა სიგარეტს. იძულება რომ წავიდეს სადღაც. ან ახალციხეში, ან თბილისში, ან სადღაც იმის უწევს, 2 კაპიკი აიღოს. მაგის გულზე გაიცალა სოფელი. გლეხობა, იძულებული ხდებით გაიგერო, არ დავამუშაოთ და რა უნდა ვჭამო. აი გარი. ახალგაზრდობამ რატო უნდა დატოვოს გაიგე სოფელი და თავისი კუთხე. არა მაყოფილი არ არიან გაიგე, შემოსავალი არ არის. თავრობიდან დახმარება არ არის. და იმიტომ მიდიან გაიგე რა ვიცი მე ახლა მე მოხუცი კაცი ვარ გაიგე 85 წლის კაცი ვარ გაიგე და მე იმდენი ის არ მაქვს გაიგე რომ მაგადა შემოსავალი მქონდეს მე გაიგე რომ დაგმაყოფილდე გაიგე და ჩემი შვილები და შვილები დავაკავო და ის ქონა არ არის სოფელში რა არის იცი შემოსავალი რო არ არის გაიგე მოკლედ ისეთი ის გვაქვს ჩვენა ცხოვრება გაიგე რომ რაც გვაქვს პირადობა ისა მიწის ნაკვეთი გაიგე ამის დამუშავებაზე იმაზე გაიგე ესე იგი სისხლის ფასი გვიჯდება სისხლის ფასი გაიგე თორე ამ ტექნიკის იმაში რა ქვია გადავიხადო გაიგე და ერთი მეორე იმის საშუალება არ გვაქვს უფასოდ კი არა სულ სამოგასწრებენ გაიგე რა უფასოდ დახმარება და რა ისა ძირითადად გენაცვალებიან თბილისში გასულები. იქ მუშაობენ, აქ რო არ არის სამსახური, სამუშაო არ არის. ქალაქი შორს რო არის ჩვენთან. ხო გინდა რომ აი მაგალითად რაღაცა მეურნეობა, აქ რაღაცა კერძო მეურნეობის პროდუქტი კონდეს და წაიღო და გაყიდო და რაღაცა პრობლემა ექმნება ახალგაზრდობასაც და ასაკიან ხალხსაც.
ტრანსპორტის მხრივ რო არ არის ტრანსპორტი სპეციალური დანიშნულება ავტობუსი რო თქვათ არ არის და ახლა ყველა სხვა ყოლება მანქანა და რო იყოს რაღაცა ისეთი სამუშაოები ახალგაზრდობაც არ გავა მაგრამ რო არ არის ვერც მუშავარხოვერი იქნება ხო უნდა ცხოვრება და არსებობა ადამიანს ახალგაზრდობა თითქმის ვინც ამთავრებს საშუალო სკოლას და მიდის ყველა იქ არის დასაქმებული დიდ ქალაქებში და რა ვიცი აღარ ბრუნდებიან უფრო დასაქმების კუთხით რა თუ თავიანთი შემოსავალი ქონდეთ ფასები არის ძალიან შეუსაბამო მაღალი ფასებია საწვავის ფასი სოფელში რო ცხოვრობა აუცილებლად ან მიწათ მოქმედებას უნდა მიიღო ხელი ან მესაქონლეობას უნდა მიყვე და ეს არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული საქონელის გამოყვება უნდა საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვაქვს და კარგია თუ სახელმწიფო იზრუნებს მაინც გარკვეულწილად რაღაცა ფასები დაბალი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა გვაქვს ეს ძალიან ადამიანს უკან ხევს და ხელს გვიშლის რაღაცა მოსავალს რომ მოიყვან ნატურალურ მოსავალს რა თქმა უნდა ამას რეალიზება უნდა გაუკეთო ბაზარში უნდა წაიღო ყველას არ აქვს იმის საშუალება თავის ტრანსპორტი არ აქვს რომ წაიღოს და რეალიზება გაუკეთოს ძალიან გვჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებელია ისინი აღარ დაბრუნდებიან უკან აღარ მოვლენ აქ დავრჩით მოხუცების შესულები მიზეზი ის არის რომ არაფერი ხელშეწყობა არ იყო დღემდე და დღეს მე რა იქნება არ ვიცი სამედიცინო პუნქტი არ გვაქვს არც სკოლა აღარ გვაქვს ბავშვები ანდრიაწმინდაში დადიან რამდენიმე ბავშვია ისიც დარჩენილი და იქ დადიან სკოლაში თავშეყრის ადგილი არ გვაქვს უბრალოდ ბიბლიოთეკა აღარ ფუნქციონირებს სკოლას გადააბარეს ისა და სკოლამაც ფუნქციონირება შეწყვიტა ბიბლიოთეკაშიც ვეღარ შევდივართ სამუშაო ადგილები არ არის არაფერი არ არის რა ქნას ახალგაზრდა რით ირჩინოს თავი ამიტომ ზოგი იტალიაშია წასული ზოგი ახალქალაქშია წასული ზოგი რა ვიცი ამერიკაში და იქით ხო და რა უნდა გაკეთდეს სამუშაო ადგილები უნდა იყოს ზამთარი მოდის და ტრანსპორტი აღარ არის ხოლმე ხელშეწყობა არ არის არაფერი არ არის ახალგაზრდები რო არ არიან ერთი რო წავიდა მეორეც მიყვა წავიდა არაფერი გასახანი არ არის არაფერი არ არის და აი სად მიმუშაოს ახალგაზრდამ რითი ირჩინოს თავი რითი გავიდეს ეს ჩაკეტილობა არავის არ უნდა მიდიან იმიტომ ახალციხეში არიან სულ ყველა ჩემი ბავშვები ზოგი მასწავლებელია ზოგი ექთანია ზოგი ისა და მუშაობ შვილიშვილებიც იქ სწავლობენ სკოლა იყო მაგრამ მომდევნო თაობა ეს ახალგაზრდობა და პატარა არავინ აღარ დარჩა და დაიკეტა აბა არ არის და მეზობელ ვინც დარჩა მეზობელ სოფელში დადიან არაფერი არა გვაქვს ზამთარს ავტობუსი არ მოდის ზამთარს უჩაკეტილებში ვართ გვიჭირს მართლა ცხოვრება გვიჭირს აი მაგალითად არაფერი არც სამუშაო არც არაფერი არის აი რა უნდა აკეთონ აქ არსებობა ხო უნდათ არაფერი არ გვაბადია ერთი ყანა მაქვს იმ ყანას დავთესავ და იმ ყანაშიც რა ისეთი უნდა მოვიყვანო რომ მე მაგალით თელი სამი შვილი მყავს და იგივე შევინახო ავტობუსი იყოს რომ იარონ ქალაქში და იმუშაო არ ვიზახით რომ აქ სამსახური რა უნდა იყოს არაფერი მაგრამ პასტანი რო გზა გქონდეს რომ იარონ და წავიდნენ და მოვიდნენ ძნელია აქ ცხოვრება შვილო ძალიან ძნელია ცხოვრება გაგიჭირდება და არ არის ისა დახმარება არაფერი გვიჭირს ცხოვრება არავით არის დახმარება ვინ რას მოგცემს შვილო არავინ არა ამხნი ქალი ვარ ავადმყოფი ქალი გულით ავადმყოფი ვარ ყველანაირი დავადება მაგა ჩემს უნარავის ერთი კაპეკიანი დახმარება არ მოუწია